მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მე მარო ვარ და დღევანდელ ვიდეოში გვეყოლება ავტომობილი, რომელიც არის Toyota RAV4-ზე გაცილებით უფრო ლამაზი, უფრო მაღალ ტექნოლოგიური და უფრო ბიუჯეტური. და ეს არის Kia Sportage. სანამ ავტომობილს წარუდგენთ, მანამდე რა თქმა უნდა წარუდგინოთ ის კომპანიები, რომლებიც მხარში უდგანან ჩვენს არხს და მათი დახმარებით იქმნება კონტენტი ჩვენთან. პირველი გენერალური სპონსორი არის კომპანია Trust Import, რომელიც დაგეხმარებათ ამერიკიდან და კანადიდან არაჩვეულებრივი ავტომობილის ჩამოყვანაში ყველაზე მაგარი ტარიფით. კონკრეტულად ეს ავტომობილის Trust Import-ის ჩამოყვანილია. მეორე ჩვენი სპონსორი არის კომპანია Soccer Georgia Petroleum, რომელიც ამ ვიდეოშიც გაათამაშებს 50 ლიტრს აწვავს. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა დატოვოთ ერთი კომენტარი და უნდა გქონდეთ გამოწერილი ჩემი არხი. ჩვენი მესამე სპონსორი და პარტნიორი არის კომპანია Dunkin Georgia, რომელიც არაჩვეულებრივი უგემრიელესი ყავებით გვამარაგებს და ყავა არის ნამდვილად Dunkin-ი, რომელიც არასოდეს არ გაგიცნობთ იმედს, რომელი ყავაც არ უნდა გასინჯოთ და მეოთხე პარტნიორი არის Little Georgia, რომელიც სურნელოვანი არომატიზატორებით გვამარაგებს ხოლმე. Kia Sportage არის Kia-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი შეიძლება ითქვას და საკმაოდ საინტერესო და მაღალ ტექნოლოგიური SUV, რომელმაც საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა, იმიტომ რომ არის ძალიან ლამაზი, საკმაოდ ფუტურისტული გარეგნობა აქვს, მაღალ ტექნოლოგიური, აქვს დაბალი წვა და ყოველდღიური ავტომობილისთვის არის ძალიან კომფორტული და პრაქტიკული მოსახმარი. მის კონკურენტად საკმაოდ ბევრი ავტომობილი შეგვიძლია განვიხილოთ, იმიტომ რომ მისი კლასის მარკებში აბსოლუტურად ყველაშია გამოშვებული ამ საფეხურზე მდგომი SUV. ეს იქნება Hyundai, Honda, Toyota, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში Toyota RAV4-ს განვიხილოთ მის მთავარ კონკურენტად, იმიტომ რომ ზოგადად Toyota RAV4 ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი SUV, რომელსაც არჩევენ ხოლმე ძირითადად ქართველები. საქართველოს რეალობაზე ვისაუბროთ. Toyota RAV4 არის ის მანქანა, რომელიც ყველას უნდა, მაგრამ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ასია, იმიტომ რომ როდესაც Copart-ზე, ან EAI-ზე, Toyota RAV4-ზე თამაშობენ ხოლმე, ფასი მიდის გაცილებით მაღლა და ეს ავტომობილი თუ შეგვიძლია შევიძინოთ მაგალითად $17,000-18,000 ფარგლებში 2023 წლიანი Toyota RAV4-ის ფასი ამ შემთხვევაში მერყევს დაახლოებით 25-27 ფარგლებში. ძალიან დიდი, თითქმის $10,000-იანი სხვაობაა, მაგრამ მე დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ, რატომ ჯობია ის Toyota RAV4-ს და რატომ არ ღირს $10,000 მეტი ის გადახდა Toyota RAV4-ში. დავიწყოთ დიზაინით, ტრადიციულად, ექსტერიერით კონკრეტულად, ძალიან ლამაზი თანამედროვე გარეგნობა აქვს ამ ავტომობილს. განსაკუთრებით, რასაც გამოვარჩევდი, არის მისი ფარები და უფრო განსაკუთრებით აი ეს ბუმერანგის ფორმის ეგრეთ წოდებული გაბარიტები, LED განათება, რომელიც არის ღამე ძალიან ლამაზი და ამის კადრსაც გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება ანთებულ მდგომარეობაში. გემოვნებაზე არ დაობენო ზოგადად ამბობენ, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით Toyota RAV4-ს ეს დიზაინი გაცილებით უფრო ჯობია, უფრო თანამედროვეა. არაფერს არ უწურავ Toyota RAV4-ს, ცალკე აღებული, საკმაოდ ლამაზი და კარგია, ეს ახალი კუზავ განსაკუთრებით, მაგრამ ამ შემთხვევაში Kia Sportage-ის ამ მოდელზე ვიტყოდი, რომ ეს გაცილებით მეტად ჯობია. აი, გვერდითა ნაწილს რაც შეეხება, აქ ვიქნები ობიექტური და ვიტყოდი, რომ მე მაგალითად Toyota RAV4-ის გვერდითა მხარე გაცილებით უფრო მეტად მომწონს. უფრო კარგად გამოყვანილი წახნაგოვანი კუთხები აქვს, უფრო ნაკუთებიანია, რაც მე ძალიან მომწონს ხოლმე ამ ავტომობილში. ეს უფრო მეტად გლუვი არის და სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში ამის მინუსად და RAV4-ის პლუსად ჩავთვლიდი მის გვერდითა ნაწილს. აი უკანა მხარეს რაც შეეხება, საკმაოდ ლამაზია და მინდა ვთქვა, რომ Kia-მ მას შემდეგ რაც თავისი ლოგო შეცვალა და მხოლოდ წარწერა გადმოიტანა და უფრო გაადიდა, არის გაცილებით უფრო ლამაზი და უფრო თანამედროვე და მივესალმები მე ამ აპდეიტს, რასაც საკმაოდ იშვიათად აკეთებენ ხოლმე სხვათა შორის ავტომწარმოებლები, ძალიან იშვიათად და რომელიმე ავტომწარმოებელმა თავისი ლოგო დააპდეითოს, განაახოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მარკეტინგში კომპანიები ამას რამდენიმე წელიწადში ერთხელ შვრებიან ხოლმე. ეხლა უნდა ვნახოთ საბარგული. და საბარგულზე მაქვს მე ესეთი ინფორმაცია, რომ როდესაც ახლოს მიდიხარ, გიჭირავს პარკები და დგები საბარგულის უკან, ის ხვდება, რომ შენ მისული ხარ დატვირთული, ხელი არ გაქვს თავისუფალი და უნდა თვითონ გაიყოს. და მოდი ახლა ვნახოთ, ჩავატაროთ ტესტი თუ იზავს ამას. რა მაგარია!
ანუ ამ დროს მანქანა უნდა იყოს დაკეტილი, ახლა თქვენს კარგად ხედავთ, რომ გასაღები ჯიბეში მედო არანაირი манипуляცია არ ჩამიტარებია. შესაბამისად, ეს ნამდვილად მუშაობს და ძალიან კომფორტულია. წარმოიდგინეთ, ფეხის გატარებაც კი არ ჭირდება, რაც ხშირ შემთხვევაში რამდენიმე მცდელობას მოითხოვს ხოლმე, იმიტომ რომ თუ ზუსტად იმ სენსორის ქვეშ ვერ მოარტყი, გჭირდება რამდენიმეჯერ გაიმეორო და აქ არაფრის მოქმედება არ გჭირდება, ერთადერთი უნდა მიუახლოვდე ავტომობილს, ჯიბეში გედოს გასაღები და ის მიუხვდება, რომ შენ საბარგულის გახსნა გსურს. რაც შეეხება საბარგულს, საკმაოდ კარგი მოცულობის საბარგული აქვს. ვერაფერს ვერ დაუწუნებ, სიღრმე არ აქვს, იმიტომ რომ ჰიბრიდია ეს ავტომობილი და შესაბამისად დიდი ალბათობით ელემენტებია ქვეშ განთავსებული, როგორც ყველა ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში ისე არის ხოლმე. მაგრამ მე ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალური ზომის საბარგული აქვს, რომლითაც კრაზანა დავფრინავს, რომლითაც შეძლებთ, რომ თქვენი ოჯახის ბარგი საკმაოდ კომფორტულად გადაიტანოთ. ალბათ უფრო დიდი საბარგული კარგი იქნებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, უკანა რიგში არის საკმაოდ დიდი ადგილი, აი რომ ჩავჯდებით მაგას ვნახავთ, უკანა მგზავრებისთვის და იმის ხარჯზე შემცირებულია. მანქანა თვითონ მოკლე არ არის, საკმაოდ გრძელია, შესაბამისად უფრო დიდი საბარგულის მოლოდინი მე მქონდა. მაგრამ აი უკანა სავარძელზე რომ ჩავჯდებით, უფრო მერე მივხვდებით რამდენად გამართლებულია ეს უკანა საბარგულის სიპატარავი. თუმცა პატარა თქო, ცოტა ის ვიქნები არასამართლიანი, ნორმალური ზომა, მაგრამ უფრო დიდი კარგი იქნებოდა. ვინაიდან სიღრმე არ აქვს, ძალიან ბევრ ბარგსაც ვერ ჩემოდანს ვერ დაალაგებთ. ანუ ცოტა დიდი ოჯახი თუ ხართ და დიდხნიან მოგზაურობაში მიდიხართ, მაშინ გაგიჭირდება ცოტა ბევრი ბარგის წაღება. მოდი, ახლა გავიგოთ რატომ აქვს უკან არც ისე დიდი საბარგული, ვაიმე, ძალიან გადაწოლილი სავარძელი აქვს. ეს რეგულირდება. რა მაგარია ნახე, რამხელადაც მინდა. რა კარგია. არ ვიცი ხა ეს სხვა ავტომობილებს აქვთ თუ არა და ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ ამას აქვს. უბრალოდ მე ვიტყვი რომ მხოლოდ აქ ვნახე ასე რეგულირდებოდეს სავარძელი, მე როგორც მიდეხნო ხარ ესე არავინ არ იჯდება, მაგრამ სტანდარტულად დაახლოებით ასეა ხოლმე. მაგრამ მე თუ შორგზაზე მივდივარ სამოგზაუროდ, ესე წამოწოლი შემიძლია ვიყო და ისე დამეძინება, რომ კისერი ესე დაბლ კერძზე არ ჩამოგივარდებათ. ძალიან კომფორტულია, ეს ძალიან მომეწონა. აქ ნახეთ პარკის ჩამოსაკიდებელი აქვს, ნაგავით უბრალოდ ზირდადება არ მოგიწევთ. დანარჩენი ისეთი არაფერი არ აქვს უკანა მხარეს. ნახე სად აქვს Type-C შესაერთებლები. რაღაც ნახე შეხედე? აქ. ველოდებოდი რომ ამ ნაწილში იქნებოდა განთავსებული და არ აქვს მეთქი კაცო ტელეფონის დამტენი, თქო გავიფიქრე. ძალიან მაგარია. აქ არის და შუაში ბარიც გვაქვს. კი, ორი ჭიქის ჩასადებით. ანუ უკანა მგზავრი ორი ადამიანისთვის იქნება იდეალური. მაგრამ სამი ადამიანიც არაჩვეულებრივად მოთავსდება, იმიტომ რომ შუაში საკმაოდ დიდი ადგილია და რა თქმა უნდა ღვედებით გათვლილია სამი ადამიანისთვის. საერთო ჯამში სამი ადამიანი მოთავსდება თავისუფლად, აქ კიდევ ჩამოსაკიდებელი ყოფილა. აქ იმას ჩამოკიდებთ. პიჯაკს ან ქურთუქს, მოკლედ რაც გაქვთ, აქაც ბევრი ჩამოსაკიდებელი გაქვს სხვა შორის და თუ რამე აქაც ესე მოეჭიდებით. ბებერივით 30 წელს რო გადაცდები, всё, უკვე ამას ითხოვს შენი ისე რომ ჩამოიგიდე და ეგრე იმგზავრო. არა, კარგია ნამდვილად მგზავრის ამპლუაშიც მე ხო მაგალითად მომეწონა, იმიტომ რომ ტელეფონის დამტენიც მაქვს, ჩამოსაკიდებელიც სათავსოც მაქვს. აქ ჭიქის ჩასადების და რაც მთავარია, სავარძლის რეგულირება შემიძლია. ეს ძალიან მაგარია. ეს ძალიან მომეწონა. ეხლა ჩავიხედოთ ძრავ სახუში. გლეხურად რო ვთქვათ კაპოტში. მარტივ. ვაიმე. ხოიცი, ვაიმე რა ცხელია. იცით რა სიმძიმე კაპოტი აქვს. გასაგებსაკეთებდეთ. ვაიმე, ძალიან მძიმე, ანუ ესეთი მძიმე კაპოტი ბოლოს რომ მანქანაზე ვნახე, მართლა არ მახსოვს და რავი, ზოგადად ამ ბოლო დროს ისეთი თხელი თუნუქით არის ხოლმე გაკეთებული ავტომობილები და ისეთი დაზოგილი ამაზე მთლიანი მასალა, რესურსი ნედლეული ყველაფერი, რომ ცოტა არ ველოდებოდი ხა ამ სიმძიმე სახუფი თუ ექნებოდა. ესე იგი, ამით შეგვიძლია ის ვივარაუდოთ, რომ სქელი თუნუქით არის ავტომობილი ეწყობილი და რაღაცას რომ მიედები ეგრევე არ შეიღუნება. სავარაუდოდ. მოკლედ, ეხლა რაც შეეხება ამ ავტომობილის ძრავს, შესაძლებლობებს და წვას, რაც ყველაზე მთავარი არის დღეს.
ამ ავტომობილს აქვს 1 და 6 ტურბინი ენძრავი, არის ჰიბრიდი და მოიხმარს ძალიან ცოტა საწოლს, SUV-სთვის ძალიან ცოტას. ქალაქში დაახლოებით 6-7 ლიტრი არის მისი წვა და ტრასაზე დაახლოებით 6 litrამდე. რაც ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ SUV-სთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ამ ხელ ავტომობილი რომ გყავს და ამდენად კარგად კომფორტულად რომ გადაადგილდება და თან ამდენად ცოტას რომ გიწევს, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება და კომფორტი. თუმცა დღევანდელ დროში ყველა SUV-ს, რომელიც არის ჰიბრიდული ძრავით, თითქმის ასეთი მაჩვენებელი აქვს ყველას და ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც საწოლში ამხელა თანხის გადახდა არ გიწევს, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში, როდესაც daily car-ად გყავს, ანუ მანქანა რომელიც ხანდახან გამოგყავს კვირაში ერთხელ მაგალითად M-ი, ხო? იმის წვას ეგრევე არ გრძნობ და არ გაწუხებს იმისი 15 და 20 ლიტრი, მაგრამ როდესაც ყოველდღიურად გყავს ავტომობილი და სამსახურის სახლი და საქმეებზე სიარული გიწევს, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენს გიწევს და ყოველ დღე რომ ბენზინგასამართ სადგურზე არ იდგე. რაც შეეხება სიმძლავრეს, დაახლოებით 227 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც ასევე არც ისე ცოტა არის ამ სტილის ავტომობილისთვის. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, ის ყოველდღიურობაში არ შეგაწუხებთ მისი აჩქარება და მისი გაწევა და შესაძლებლობები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა ჰიბრიდებისგან განსხვავებით, სტანდარტულად ძირითადად აქვთ ხოლმე ეგრეთ წოდებული CVT ან CVT გადაცემათა კოლოფი, ამ ავტომობილს ეგ არ აქვს. რაც ძალიან კომფორტულია და ყოველდღიურობაში აი აჩქარება გაცილებით სასიამოვნო და შეუმჩნეველია, ანუ არ გაგაწვალებთ, არ დააგვიანებს, სიჩქარეში გადართვას არ აგვიანებს და ასე შემდეგ. ქალაქში განსაკუთრებით იგრძნობა ეს ყველაფერი, რაც დამეთანხმებით ალბათ ძალიან დიდი კომფორტია, იმიტომ რომ აი ხა მე მაგალითად Toyota შემთხვევაში მქონია მომენტი, რომ ანუ იმდენად აგვიანებს გადართვას, რომ ცოტა იღლები, როდესაც ამას ელოდები და აი ანეხლა გადართვას და გონია რომ მანქანა წოლობს და შენს წოლობ ამის პარალელურად. ამიტომ ამ შემთხვევაში ეს პრობლემა არ არის. ეხლა ეს როგორ უნდა გავხურო მე. აი ხელი მიკაცალი ხელით, თუ კარგი ნავარჯიშები არ ხართ, ძალიან გაგიჭირდებათ. კაი, გადმოვედით ახლა ინტერიერში, რომელიც ნამდვილად პასუხობს მის გარეგნობას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან თანამედროვე, ტექნოლოგიებით აღჭურვილი და ახლა დაგათვალიერებინებ და გეტყვით რატომ. თან გავააქტიუროთ ავტომობილი, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს. ეს რა ხმები ამაზე მოგიყვებით ცოტა ხანში, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე, ახლა ცოტა ხანი გავაჩუმოთ. პირველი აღსანიშნავი, რაც არის ამ ავტომობილში, ეს არის მისი უზარმაზარი ეკრანი. მე პირადად Mercedes-ი მომაგონა აი ამ დეტალმა, იმიტომ რომ Mercedes-ის ახალ მოდელებში და ახალ თაობებში ესეთი დიდი გრძელი გაშლილი ეკრანები. ეკრანი არის ორად დაყოფილი, გადაბმულია, უწყვეტად მიდის, უბრალოდ აი აქ არის უხილავი, ასე ვთქვათ, ბარიერი ჭრა და აქეთ არის მაჩვენებელთა დაფა, რომელზეც გამოდის მენიუ და სხვადასხვა ფუნქციები და აქ არის სპიდომეტრი, მოკლედ, რაც არის ესეთი ძირითადი მთავარი ფუნქციები ავტომობილის და მონაცემები არის გადმოტანილი აქეთ და აქეთ არის უკვე მენიუ, Apple CarPlay და ასე შემდეგ. ამ ავტომობილზე ძალიან ბევრი რაღაც არის სენსორული, აი ეს მაგალითად ეს ეკრანი, მთლიან სენსორული, ანუ ღილაკები არ არის ამოღებული, მხოლოდ აი მის დატრიალებას შეგიძლიათ ეს ბერკეტი, დანარჩენი აი ესე კლიმატის კონტროლი შეგიძლიათ სენსორულად, ღილაკები საერთოდ ამოღებულია. ბარი არის გადაბმული, რაც მე ძალიან მიყვარს ხოლმე. ნუ აქ დამატებით სივრცე არ არის დატოვებული, ასე ვთქვათ, სათავსო და აქვს ძალიან უცნაური, მოდით ჭიქებს ამოვიღებ, ახლა უფრო კარგად რომ გაჩვენოთ. ბერკეტი. სიჩქარების გადამრთველი ბერკეტი, რომლის მსგავსიც, ანუ ნანახი მაქვს, რა თქმა უნდა, მრგვალი, მაგრამ ანუ ესეთი ფორმის არასდროს არ მინახავ, საკმაოდ იშვიათია ესეთი ბერკეტი, ან არის ხოლმე შიფტერი, რაც ტრადიციული მამაპაპურია, ან ღილაკებზე გადატანილი, მაგრამ კი ეს შემთხვევაში არის არჩეული აი ესეთი, რომელსაც დაატრიალებთ, გადართავთ და გადმორთავთ და ძალიან ლამაზია. აქ არის ჭიქის ჩასადები 2, მაგრამ ეს შეგიძლიათ გადააქციოთ ჩვეულებრივ სათავსოდ. ნახეთ, აი ესე დაატრიალებთ, შესვავთ. ასე. და შეგიძლიათ ჩვეულებრივი სათავსო იყოს, სადაც რასაც გინდათ იმას მოათავსებთ, უფრო კომფორტული, მაგრამ როდესაც ჭიქის ჩადება მოგიწევთ, აი აქ ღილაკზე დააჭერთ. აი ასე და ჩვეულებრივ ჭიქის ჩასადებად გადაიქცევა. რაც ძალიან კომფორტულია დამეთანხმებით. აქედან შეგიძლიათ აკონტროლოთ საჭის გათბობა, გაგრილება, ასევე სავარძლების გათბობა, გაგრილება. ეს მანქანა არის
სტანდარტულად ცალხიდიანი, ანუ ჩვეულებრივად, როდესაც დაგვრჩათ დადიხართ, არის ცალხიდიანი წინა წამყვანი, მაგრამ აი აქედან შეგიძლიათ ჩართოთ ხიდი და გამორთოთ. ანუ როდესაც გენდომება და დაგჭირდებათ ავტომობილი იქნება 4-4-ზე, 4-ვე საბურავი იქნება სრულად ამძრავი, ან გამორთავთ ამას და ჩვეულებრივად ქალაქის ავტომობილად გადაიქცევა. რაც მე ვფიქრობ, დამატებითი კომფორტი არის. რაც შეეხება რეჟიმებს, აქ გვაქვს 4 რეჟიმი. ერთი არის ეკო, კიდევ უფრო ეკონომიურად რო ვიაროთ, აქვს სპორტი ასევე, რა თქმა უნდა, თან მაჩვენებელთა დაფაზე ეს დეშბორდზე იცვლება ეს ყველაფერი და სპორტზე უფრო სპორტული ხდება, ეკონომიურზე ესეთი ისინი რა ქვია, ჩიტები ჭიკჭიკებენ და ფოთლები შრიალებენ და აქვს ასევე სმარტი აქვს, სადაც უკვე თვითონ წყვეტს ავტომობილი, როგორი რეჟიმით იაროს, რა რელიეფზეა, სად არის და ასე შემდეგ, სად უნდა დაზოგოს საწვავი და სად კარგად წავიდეს და არის ასევე თოვლის რეჟიმი, თოვლის რეჟიმზე რო გადართავთ, ანუ ამ ავტომობილით რო აღმოჩნდებით სადღაც მაღალმთიან თოვლიან ადგილას, იქაც შეგიძლიათ snow რეჟიმზე გადართავთ და შესაბამისად იაროთ, ანუ ავტომობილი გამოყოვეთ ჩვეულებრივად და არ იქნება არანაირი პრობლემა. უსაფრთხოებას რაც შეეხება, ზოლის კონტროლი, გვერდით რომ გადადიხართ, ახლა რომ წავალთ და რომ ვივლით, გაჩვენებთ, როდესაც მომხვევ ციმციმას რთავ, აი აქ გიჩნდება სპიდომეტრის ადგილას გიჩნდება ეკრანი, სადაც უკვე კამერით გაჩვენებს რა ხდება შენს გვერდზე, საერთოდ სარკეში რომ არ გაიხედო, აქ ჩაგერთვება კამერა და კამერაში დაინახავ აბსოლუტურად ყველაფერს, ვინმე მოდის თუ არ მოდის შენს ზოლში, თუ ვინმე მოდის ახლა რომ მოდიოდი და გვერდზე ზოლში რომ მინდოდა გადასვლა და მანქანა მოდიოდა, მაგ შემთხვევაში სიგნალს მაძლევდა ავტომობილი და არ მაძლევდა საშუალებას რომ გვერდზე გადავსულიყავი. ანუ უსაფრთხოების თვალსაზრისით ნამდვილად კომფორტულია, იმიტომ რომ შეცდომის დაშვების უფლებას ფაქტობრივად არ გაძლევს. კამერებს გაჩვენებთ, ახლა კამერები აქვს საოცარი 360 გრადუსით ხედავთ, მხოლოდ 360 გრადუსით კი არა, 3D-ში ხედავთ თქვენს ავტომობილს, სადაც ყველაფერი შეგიძლიათ დაინახოთ. ახლა ნახეთ. შეგიძლიათ გარედან შეხედოთ თქვენს ავტომობილს, სად დგას, გარშემო რა არის, აბსოლუტურად ყველაფერი ჩანს, რა მდგომარეობაში, რა ვითარებაშია. ანუ მანქანა რომ ატაროთ და აი აქ უყუროთ და საერთოდ სარკეებში არ გაიხედოთ, ყველაფერს დაინახავთ და ვერაფერს ვერ დაეჯახებით ფიზიკურად. ამიტომ ძალიან კომფორტულია. შეგიძლიათ დაინახოთ წინ, უკან, ანუ ყველგან, სადაც კი დაგჭირდებათ გვერდებზე, არ ვიცი, ნებისმიერი სივრცე, დაჟე შეგიძლიათ ზემოდან დახედოთ ავტომობილს უკანა მხარეს, როდესაც აპარკინგებთ, ზემოდან უყურებთ კონკრეტულად უკანა მხარეს, რამდენად უახლოვდებით, არა მარტო ის, რომ უკანა კამერაში იყუროთ და უკან მდგომ ობიექტს რამდენად უახლოვდებით, არამედ მთლიანად ხედავთ სივრცეს, გვერდით, ასე ვთქვათ, მანქანები თუ გიდგათ, იმასაც ხედავთ, რამდენად ხართ დაშორებული, რამდენად ახლოს ხართ და არ ვიცი, ამის დახმარებით ალბათ არ იარსებებს ადამიანი, ვინც პარკინგს ვერ შეძლებს. ამიტომ ახალბედა მძღოლისთვის არის იდეალური ზედგამოჭრილი. მაგრამ ამ მანქანას აქვს ერთი ძალიან მაგარი ფუნქცია, რომელსაც სანამ დავიძვრებით ახლა და წავალთ, მანამდე უნდა გაჩვენოთ, რომელიც დარწმუნებული ძალიან ბევრ სიტუაციაში გამოგადგებათ და წამოდი ახლა გაჩვენოთ რა არის ეს. აი მაგალითად, წარმოიდგინეთ ახლა ავტომობილი დააყენეთ პარკინგზე და გვერდებიდან იმდენად ახლოს მოგიყენეს სხვა ავტომობილებმა, რომ ფიზიკურად ვერ ჯდებით და ვერ ხსნით კარს. ან ძალიან უნდა იწვალოთ და შეეტენოთ და იმის საშიშროება, რომ გვერდით მიარტყათ კარი. ამისათვის არსებობს ძალიან მაგარი ფუნქცია და ეხლა ნახეთ. ჯერ დავქოქავ დისტანციურად. ეს სამჯერ აინთება ეგრეთ წოდებული ციმციმები, მომხვევი ციმციმები, ესე იგი დაქოქილია და ეხლა გამოვიყვან წინ. ამეშვა, მოიცა. როდესაც ხელს აუშვებ ღილაკს, გაჩერდება ავტომობილი, თუმცა ამ ავტომობილს აქვს ასევე შეჯახების საწინააღმდეგო ფუნქცია, რის შედეგადაც სულ რომ არ აუშვათ ღილაკს ხელი და წინ რაიმე ბარიერი ქონდეს, არ დაეჯახება, თავისით გაჩერდება. ან თუ რაღაც არის და ძალიან ვიწრო შესასვლელია, რომ შეაყენოთ ავტომობილი ორ მანქანას შორის, თქვენ ვეღარ გადმოხვალთ, შეგიძლიათ გაასწოროთ, ზუსტად ზოლში ჩააყენოთ და მერე უკან წაიყვანოთ. ეხლა უკან დავაბრუნებ მანქანას. მაგარია ძალიან. აი, რას მაგონებს იცი ეს ავტომობილი? ხო იცი ეს რო ვსაუბრობთ ხოლმე რა, ახალ ჩინურ ავტომობილებზე, ყველანაირი ტექნოლოგიით არის მეთქი. იცი ჩავაქროთ მანქანა. всё, ჩავაქროთ.
დისტანციურად დაგუპა ჩაქრება. ტექნოლოგიებით არის მეთქი გაძეძგილი, ოღონდ რაღაცის თავი მოგაწონოს იქიდან გამომდინარე, რომ მას არანაირი ისტორია არ აქვს, რაღაც გამოცდილებას და თავის ბექგრაუნდ ვერ გთავაზობს ვერაფერს და ცდილობს მაგითი მოგაწონოს თავი თქო. რასაც კი აზე ნამდვილად ვერ ვიტყოთ, ხა კი არ არის ეგეთი ახალი მარკა, საკმაოდ დიდი ხნის დროში გამოცდილია Kia Sportage ძალიან ბევრი წელია უკვე არსებობს და უკვე რამდენი თაობა აქვს გამოშვებული და პრაქტიკაში გამოჩნდა როგორც საკმაოდ კარგი და გამძლე ავტომობილი, მაგრამ აი მაინც ნახეთ ახალ თაობაში 2023 წლის ავტომობილშიც კი გთავაზობთ აი ესეთ მაღალ ტექნოლოგიურ მონაცემებს, რომლის საშუალებითაც თქვენ გაცილებით უფრო დიდ კომფორტში ხართ, როდესაც ეს ავტომობილი გყავთ. რასაც ისევ შევადარებ მის ყველაზე დიდ მთავარ კონკურენტს Toyota RAV4-ს, მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვი. Toyota RAV4 არაფერს არ გთავაზობთ, საერთოდ რაც არა ვიცი, ცხოვრებას გაგიმარტივოთ. ჩვეულებრივი 4 ბორბლიანი ავტომობილი, დაჯექი, წადი, არაფერი განსაკუთრებული კომფორტით და ღირს გაცილებით ძვირი. ეხლა წავიდეთ, თან გავიაროთ. მართვაშიც გეტყვით, რამდენად სასიამოვნო ავტომობილია. ეხლა აქამდე მე მოვიყვანე და მე ვიცი რა, უკვე ვიცი როგორ დადის, მაგრამ თქვენც მოგიყვებით უკვე დინამიკაში, რამდენად კარგი სატარებელი ავტომობილია და თან მის დანარჩენ ფუნქციებზეც ვისაუბროთ. წავიდეთ. დავიძრათ და გეტყვით ახლა როგორი რბილია, როგორი კომფორტული სათუთი. ძალიან კარგი ამორტიზაცია აქვს. აი ხა ძალიან ცუდ გზაზე მივდივართ. აი ძალიან ცუდ გზაზე მივდივართ და იმდენად რბილად ჩადის და მოდის, რომ აი ძალიან სასიამოვნოა, საერთოდ არ გიქმნის არანაირ დისკომფორტს რა. ეხლა წეგან რომ ვამბობდი, რაც შემთხვევით აღმოვაჩინე ზოგადად ხომ აქვს რამდენიმე სახის მოუდი რა, ანუ გულისხმობ, რომ გინდა რადიოზე გადართავ, გინდა ისე და AUX დააერთებ, ან ტელეფონს დააკავშირებ. ერთი არის Sound of Nature. და შედიხარ, თუ არც მუსიკა გინდა, არც არაფერი, მაგრამ გინდა რომ რაღაცა ფონად გასდევდეს, ასე ვთქვათ, შენს მგზავრობას, შეგიძლიათ ძალიან დიდი არჩევანი გააკეთო და ეხლა უყურეთ რამდენნაირი. თუ გინდათ ჩართავთ ხმას, რომელიც გაგრძნობინებთ, რომ თითქოს ან ვაიბ შეგიქმნით, რომ ხართ ტყეში, ან ქალაქის ხმაურს, ოღონდ იცით როგორ ხმაურს, აი მშვიდი ხმაური რო არის, მდილა რო არის და ზოგი რო ველოსიპედით დადის და აქა-იქ მანქანის სიგნალის ხმა რომ ისმის და ასე შემდეგ. Experience the universe, ანუ სამყაროს გამოცდილების ხმა, წვიმიანი დღე, აი რაც გიყავთ ზამეძა მაგალითად ძალიან ხშირად ჩამირთავს ხოლმე ტელეფონში, YouTube-ში წვიმის ან ჭექა ქუხილის ხმა და მაგის ფონზე დამიძინე, იმიტომ რომ ძალიან მსიამოვნებს, როდესაც გარეთ ეგეთი ამინდია ხოლმე და ხანდახან გზავრობის დროსაც გაქვს რაღაც ეგეთი განწყობა, რომ გინდა ეგეთ მუსიკებს უსმენდე. მედიტაცია, აი წეღანე იყო მაგალითად ჩართული, გეგონება სადღაც ტიბეტში ხარ და შესაბამისი გარემოა შექმნილი თავისი ჟღერადობით. ასევე შეგიძლიათ ზაფხულის ღამე ჩართოთ, სადაც ჭრიჭინებენ აქა-იქ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ხოლმე და ზაფხულის შეგრძნებას მაძლევს, ასე ვთქვათ, ზაფხულში, სოფელში ღამე რო ექმები ისმის, არ ვიცი, აი საერთოდ სხვა განზომილებაა და მოკლედ, ანუ აი ეს ყველაფერი არის ჩატვირთული და თუ თქვენ არ გინდათ მუსიკა, მაგრამ გინდათ რაღაცა ფონად მიდიოდეს და თქვენს ფანტაზიას წარმოადგენს და ფიქრებს ეხმარებოდა, შეგიძლიათ ეგ ყველაფერი აირჩიოთ. ძალიან კარგია. ეს არ დამავიწყდა სხვათა შორის წინ საქარემინა აქვს განსხვავებული და რაც გულწრფელად სოლარი ქვია ამას, ანუ მზის შუქს ისე იმდენად არ უშვებს სალონში, რამდენადაც ჩვეულებრივ შემთხვევაში შემოდის ხოლმე, არ არის დაბურული, ჩვეულებრივად დაუბურავი შუშაა, მინა, უბრალოდ როგორ თქვა, ესე ცოტა ახლოდან უნდა მიხვიდეთ, რაღაცნაირი დახაზული არის, რომელიც მზის სხივებს აკავებს, ნაკლებად შემოდის ის სიმხურვალე, რაც ძალიან კარგია პირველ რიგში თქვენი სახის კანისთვის, იმიტომ რომ დახურულ სივრცეშიც კი აღწევს მზის სხივები იმდენად, რომ სახის კანისთვის არ არის სასარგებლო, თუ რა თქმა უნდა დამცავი არ გისვიათ. და ისედაც სალონისთვისაც ძალიან კარგია, ისე მარტივად არ გადახურდება როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში დაპარკინგებულის დროს. ახლა რაღაც თუ არ გაქვს ხოლმე ზაფხულში აფარებული, რო ვჯდები მანქანაში, კატასტროფა ხდება, მით უმეტეს ტყავის სავარძლები არის. და ისედაც რა ნაკლები ძალისხმევა სჭირდება ავტომობილის კონდიციონერს, რომ გააგრილოს, როდესაც ესეთი დამცავი ბარიერი აქვს ფანჯრებს. აქ კიდე რა აქვს იცი, ნახე
ამ ხელისაჭერა არ გჭირდება აქ ესე გაატარებთ ისე გამოატარებთ და პირდაპირ ინდება განათება, ანუ ღილაკზე თითის მიჭერა არ გჭირდება. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვეულებრივ ავტომობილებში, აი არა ელექტრო და არა ჩინურ ავტომობილებში არ არის ხოლმე ეს ფუფუნება ახალ თაობაში, რომ აი ამდენად ბევრი ტექნოლოგიური ფუნქცია ჩააშენონ ხოლმე, იმიტომ რომ როგორც Toyota-ს შემთხვევაში არის ხოლმე რაღაცა მარტივად უნდათ ფონს გავიდნენ და არ იწუხებენ დიდად თავს, იმიტომ რომ რაღაც ასე ვთქვათ, თავისი საქმე გაკეთებული აქვს, პოპულარობა მოპოვებული აქვს უკვე და ბევრს აღარ გთავაზობენ ხოლმე და მართლა დასაფასებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კი არ არის პატარა ბრენდი, არ არის რაღაცა ნაკლებად ცნობილი, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, საკმაოდ პოპულარულიც არის და ძალიან კარგი გაყიდვებიც აქვს, მაგრამ მაინც არ იშურებს თავისი მომავალი მომხმარებლები იმ ტექნოლოგიებს და იმ კომფორტს, რასაც ნამდვილად უნდა სთავაზობდნენ ავტომწარმოებლები დღევანდელ დროში მომხმარებლებს, იმიტომ რომ უკვე, არ ვიცი, მე მგონი 22 საუკუნე მოვიდა უსწრაფესად, იმდენად სწრაფად განვითარდა ბოლო 26 წელში კი არა, უფრო ნაკლებ დროში სრულიად სამყარო და ტექნოლოგიები, რა ვიცი, AI-ის დრო მოვიდა უკვე და აღარ უნდა იყოს საერთოდ ასეთ რაღაცეებზე საუბარი და სათუო, რომ აბა ეხა ესეთი ელემენტარულები ექნება თუ არა მანქანას, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან იშვიათად აქვს ხოლმე და ვაფასებ კიაში ამას. ფასზე უკვე ვისაუბრე, როდესაც ძრავზე ვსაუბრობდი, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ გავშალოთ ეს თემა, ამ ავტომობილის შეძენა ამერიკის აუქციონზე დაახლოებით ესე 13-14-ის ფარგლებში შეგიძლიათ ადგილზე რომ შეიძინოთ და გააჩნია შეიძლება გაგივარდეთ და უფრო კარგ ფასში შეიძინოთ, მაგრამ აი 13 და 14 არის უკვე ძალიან რეალური ფასი, რომ ჩამოიყვანოთ ეს ავტომობილი, გამბაჟება თავისი ძრავიდან და ყუბატურიდან გამომდინარე არ გექნებათ ძალიან ძვირი და საბოლოო ჯამში ალბათ სადღაც 17 ჰაჰა 18-ის ფარგლებში დაგიჯდებათ ეს ავტომობილი. აი ესეც რო გავწევთ და გამოვწიოთ რა თუ ტრანსპორტირება ძვირი დაგიჯდეთ, მაგრამ თუ თქვენ trust import-თან თანამშრომლობთ, ტრანსპორტირება ძვირი არ დაგიჯდებათ. რავი, ჩემს ძმას ჩამოჰყავდა ხოლმე ადრე ხშირად ავტომობილები. და ყველაზე იაფიანი შტატიდანაც კი არ დაждდომია ის თანხა, რაც trust import-ის შემთხვევაში უჯდება ხოლმე ყველაზე ძვირიან შტატში, ანუ იმდენად დაბალი ტარიფი აქვს ტრანსპორტირებაზე. შესაბამისად, ტრანსპორტირებაზე ამ ხელთანხა რო დაგეზობათ, ფაქტობრივად სხვაგან გადახდილი ერთი ტრანსპორტირების თანხით თქვენ შეგიძლიათ ტრანსპორტირებაც დაფაროთ და განებაჟოთ კიდევაც ავტომობილი, რაც კომერციული თვალსაზრისით თქვენ თუ გასაყიდად მოკავთ ავტომობილი, ჯერ ისედაც ხო ცხადია, რომ რაც ნაკლებს გადაიხდით უფრო კარგია, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მომგებიანია, იმიტომ რომ რაც ნაკლები დაგიჯდებათ ავტომობილი და რაც ფასშიც გაყიდით, რაც არის მისი საბაზრო ღირებულება, მით მეტი მოგება დაგრჩებათ. აი ნახეთ, ეხლა რომ ჩავრთე მომხვევი ციმციმა, რომ უნდა გადავსულიყავი გვერდითა ზოლში, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი არც ისე ახლოს იყო, თავისუფლად მოვახერხებდი რომ გადავსულიყავი, მაინც მანიშნა, მე თუ გახედილი არ მაქვს, იცოდე რომ გვერდითა ზოლში ავტომობილი გიახლოვდება და ფრთხილად იყავიო, რაც ძალიან კარგი ფუნქცია, თუ რა თქმა უნდა გამოიყენებთ ციმციმას, რაც სამწუხაროდ ზოგიერთ მძღოლს საერთოდ არ ახსენდება ხოლმე, რა ვიცი, რისთვის არის ეს ციმციმა, საერთოდ თუ იციან რისთვის ჩააშენეს მისმა ინჟინრება შიგნით, იმისათვის რომ ყველას ანიშნოთ საით მიდიხართ, რომ უკანა მძღოლმა შესაბამისად იმოქმედოს და გადაწყვეტოს აგიქციოთ გვერდი თუ არ აგიქციოთ თუ რა გააკეთოს. მოკლედ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია. ვინც არ იყენებთ, იცოდეთ რომ თქვენი უკანა მძღოლები ძალიან განწყალვენ. საერთო ჯამში რო შევაფასოთ, ახლა აი ვისთვის არის ეს ავტომობილი განკუთვნილი ზედ გამოჭრილი. ხო არის ხოლმე შემთხვევა, რომ აი რაღაც მანქანა არის, აი სულთა გოგოს მანქანა, ან ბიჭის მანქანა, ან ეს უეჭველი ოჯახს უნდა ჰყავდეს ერთ ადამიანს, ცოტა ზედმეტია. ან არის შემთხვევები, რომ აი ხა ამას ახალგაზრდა გოგო ვერ იყიდის და ვერც ახალგაზრდა ბიჭი, აი დამეთანხმებით ალბათ, რომ ბევრი ავტომობილი ზუსტად ასე კლასიფიცირდება. Kia Sportage შემთხვევაში ხოლმე რო ვთქვათ, რავი, იდეალური ავტომობილია ოჯახისთვის, თავისი ტევადობიდან გამომდინარე. ერთი ადამიანისთვისაც, даже ახალგაზრდა ადამიანისთვისაც არაჩვეულებრივი არჩევანია, იმიტომ რომ ვიზუალურად ისე გამოიყურება, რომ საერთოდ ვერ იფიქრებ ხა აი ამ 25 წლის გოგოს ამ ბიჭს, რამ მოაფიქრე საერთოდ ეს ავტომობილი რომ შეეძინაო. ჩვენიერი ეკონომიური, ლამაზი, მაღალ ტექნოლოგიური, კარგი საყოლი ავტომობილია, რომელიც ნამდვილად გასიამოვნებთ, საწვავის ხარჯს დაგიზოგავთ, კომფორტსაც მოგანიჭებთ, ამ რაღაც ტექნოლოგიური ფუნქციებითა ძალიან ისიამოვნებთ და რავი, მე ვფიქრობ არაჩვეულებრივი არჩევანია.
განსაკუთრებით Toyota RAV4-თან შედარებით. კი ძალიან გადავეკიდი ამ Toyota RAV4-ს, ახლა შეიძლება ვიღაცამ დამიწეროს, რომ რატო ახსენებ ამდენჯერ ამდენ სხვადასხვა ვიდეოშიო. იმიტომ ვახსენებ, რომ ანუ მართლა მინდა გულწრფელად, რომ ადამიანებმა რაღაცა სხვა არჩევანიც გააკეთო. არა ინერციით, რომ აი всё Toyota RAV4 ცნობილია, რომ აი და მოდი ახლა მე მივათხლიშავ მაგაში $25,000-28,000 და მყავდეს რაც არის. არა, ის სხვა კუთხით შეხედონ ცოტა ავტომობილის არჩევისა და შეძენის გამოცდილებას და ცოტა ეს აი მიდგომა შეიცვალოს, იმიტომ რომ ბევრი კარგი ავტომობილის შეძენა შეიძლება უფრო ნაკლებ ფასად, რომელიც გაცილებით მეტ სიამოვნებას მოგანიჭებს. ეხლა დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა შემთხვევაში არის ხოლმე აქაც იგივე არგუმენტი იქნება, ეს რკინის არგუმენტი, რომ Toyota 9 Kia-ს მოინელებს და ასე შემდეგ, მაგრამ არ არის Kia ეგეთი ავტომობილი. Kia Niro-ზე ზუსტად ეგეთი კომენტარები მოდიოდა, მაგრამ ანუ დღესდღეობით Kia Niro არის ძალიან პოპულარული ავტომობილი, უკვე ძალიან ბევრმა იყიდა. ჩემ ვიდეოს მე რამდენმა მითხრა რომ ვიყიდა ეგ მანქანაოდი, ერთ-ერთი ჩემი დაქალია, რომელიც შეიძინა ზუსტად Kia Niro და მართლა უკარგესი ავტომობილია და იგივე შეგვიძლია ვთქვათ Kia Sportage-ზეც, რომელსაც გარეგნობაც აქვს, კომფორტიც აქვს და ეკონომიურობაც აქვს. ამიტომ უკვე არჩევანი არის თქვენზე. აგერ ამ მანქანის პატრონს თურმე მანამდე ყავდა სულ Toyota, გადმოჯდა Kia-ზე და უკვე იმ აზრზე არის, რომ არასდროს Toyota-ზე აღარ გადაჯდება და მე მგონი ნათელიც არის ამით ყველაფერი. ეს ფუნქცია ძალიან მომეწონა. ესო ჩემი მანქანა იყოს, ალბათ ვიცი, ამითი გავერთობოდი. სულ რო პრობლემას არ წარმოადგენდეს მისი კონკრეტული პარკინგი და გამოყენება, ალბათ ეგრე გამოვაყენებდი და მე ჩავჯდებოდი ხოლმე. მოკლედ, მეგობრებო, ეს იყო ჩვენი დღევანდელი ავტომობილი. დაწერეთ კომენტარებში თქვენ როგორ მოგეწონათ. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირს ამის დატესტვა და ყიდვა. გითხარით კიდევაც, რომ ამ ავტომობილის მძღოლს Toyota ყავდა მთელი ცხოვრება და ამის წინ ავტომობილი იყო Toyota RAV4 და ძალით აყიდინეს Kia Sportage. Trust Import-მა შესთავაზა, აყიდინა და დღეს იძახის, რომ Toyota-ზე არასდროს აღარ გადავჯდებიო. ანუ ესეც ხო არის იმის დასტური, როგორი ავტომობილია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა თამამი გადაწყვეტილებების მიღება, გარისკვა და ცოტა განსხვავებული არჩევანის გაკეთება საკმაოდ მომგებიანია ხშირად. მაგალითად ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გაცილებით იაფად შეიძინოთ გაცილებით უფრო კარგი, ლამაზი, მაღალტექნოლოგიური ავტომობილი, რომელთაც იქნებით უფრო გამორჩეულიც და უფრო მეტი კომფორტიც გექნებათ. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, კომენტარი არის მომგებიანი, არ დაგავიწყოთ 50 ლიტრის საწვავი თამაშდება. ახლა კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რომელთაც ძალიან დამეხმარებით. მადლობა და დროებით.